გამარჯობა. პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც კომენტარებში გამოხატეთ თქვენი მწუხარება ცოტნე ჯავახიშვილის ამ უკარგესი ადამიანის და მეცნიერის ჩვენგან უდრო წასვლის გამო. ძალიან ბევრი კითხვა იყო თქვენგან თუ რა მოხდა. დღევანდელი გადასახედიდან ანუ აგერ უკვე გავიდა 8 დღე ასეთი სურათი იკვეთება. მოგეხსენებათ ცოტნე გარდა იმისა რომ იყო გენიალური მეცნიერი, იყო ასევე ძალიან კარგი პილოტი, ძალიან გამოცდილი პილოტი და მას ორი სიყვარული ჰქონდა. მეცნიერება, ბიოლოგია და ზეცა, ფრენა. ორივეში მაგარი იყო, ორივეში პროფესიონალი იყო. იმ დღევანდელი ქრონიკა ასეთია. ცოტნეს იმ დილით უნდა გადაეყვანა მისი დირექტორის თვითმფრინავი, ეს ერთმოტორიანი თვითმფრინავია Cessna TTX-ი, პილოტის გარდა კიდევ 3 ადამიანი ეტევა. ერთი აეროპორტიდან მეორეში, სან-დიეგოში, სადაც ცოტნე ცხოვრობდა, არის 2 აეროპორტი ძირითადად, ეს არის რამონა და მონტგომერი. აი რამონადან უნდა გადაეყვანა მონტგომერიში. ეს დაახლოებით 15 წუთის საფრენი იყო. აი ვიღაცამ გასაღები რომ მოგცეთ და გთხოვოთ რომ მანქანა აქედან იქეთ გადამიყვანეს, სანამ მე რაღაც საქმეს ვაკეთებ. ცოტნესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და პლუს ყველაფერთან ერთად ცოტნეს ახასიათებდა ასეთი რამ. რაც არ უნდა შემოწმებული ყოფილიყო, ახალი შემოწმებული, 100 კაცის მიერ შემოწმებული თვითმფრინავი, აფრენის წინ იგი აუცილებლად თავიდან ამოწმებდა, თავიდან გასინჯავდა ზეთს, მოტორს, ყველაფერს გადაამოწმებდა, მხოლოდ ამის შემდეგ ფრინდებოდა. დარწმუნებული ვარ იმ დღესაც იგივე გააკეთა. თვითმფრინავი აფრინდა და ეს ყველაფერი რადარებზე მოგეხსენებათ ჩანს. მიუახლოვდა მონტგომერის აეროპორტს და დისპეჩერს მოსთხოვა რომ დავჯდებიო. მოთხოვნა უნდა გააგზავნო, ყოველთვის ასეა ხოლმე. დისპეჩერმა თანხმობა მისცა და თვითმფრინავი გაუსწორდა, უნდა გასწორებოდა უпроსორად დასაჯდომ ზოლს, რომ მან უცებ მკვეთრად შეცვალა თავისი გეზი და გაფრინდა სანაპიროსკენ და შემდეგ უკვე გაფრინდა ოკეანის თავზე და სწორხაზოვნად იფრინა ბოლომდე, სანამ მას როგორც ჩანს საწვავი იყო დაახლოებით 500 მილის, ანუ 850-900 კილომეტრის სიშორეზე და შემდეგ უკვე იგი რადარებიდან გაქრა. 48 საათი სანაპირო დაცვა ეძებდა თვითმფრინავს, მაგრამ ვერაფერი იპოვა, იმ ადგილას სხვათა შორის ოკეანის სიღრმე 2000 მეტრზე მეტია. რამდენიმე თვით ადრე სან-დიეგოში დაახლოებით იგივე ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაეცა საცხოვრებელ სახლს. მაშინ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აი სახლის ბინადრები. და ამის შესახებ მე ცოტნე მიყვებოდა, რომ საშინელება წარმოიდგინეო, რომ სახლში ზიხარ შენთვის და უცებ თვითმფრინავი გეცემა თავზე, როგორიაო, ხო? და მე რატომღაც გონია და ალბათ სხვებსაც რომ ცოტნე მცუდად როცა იგრძნო თავი, მან მკვეთრად შემოაბრუნა თვითმფრინავი, ააცილა ქალაქს და წაიყვანა იგი ისეთი ადგილისკენ, სადაც ვერავის დააზიანებდა, ანუ ოკეანისკენ. ასეთი იყო ის, აი ნამდვილი არისტოკრატი და მისი გენეტიკაც, რომელსაც რო უხსენებდი ხოლმე ძალიან ბრაზდებოდა, არო მე ერთადერთი რაც ჩემი დიდი პაპისგან მინდაო, ანუ ივან ჯავახიშვილისგან ის რომ ჩემი საქმის კეთების დროს გარდავიცვალო, მოგესალმებათ ბატონი ივანე ლექციის კითხვისას კათედრასთან გარდაიცვალა. მაგრამ ისეო რომ ხალხი არ შევაშინო, ჩემი სტუდენტებიო და მე მგონი სწორედ ასეც მოიქცა იგი. მაგრამ დატოვა უზარმაზარი სიცარიელი, დატოვა უზარმაზარი ტკივილი, რომელსაც ალბათ ძალიან დიდხანს ვერ მოვიშუშებთ და მე იგი ქართველ სენტ-ეგზუპერის შევადარე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს გენიალური ფრანგი წერალიც ასე აფრინდა და სადღაც საჰარას გვიჟებში უგზო-უკლოდ გაქრა. ზუსტად 2 თვის წინ საქართველოს უნივერსიტეტში სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის და 2 ლაბორატორიის, გენური ინჟინერიისა და სინთეტური გენების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კონსტანტინ ნეთოფურიამ,
ხოლო წარდგინება ინსტიტუტის გააკეთა ამ ინსტიტუტის დირექტორმა ცოტნე ჯავახიშვილმა. ეს ხდება 2025 წლის 19 მაისს. ცოტნემ გადაწყვიტა, რომ თავისი გამოცდილება საბოლოოდ მაინც საქართველოსთვის გაეზიარებინა. მე პარალელურად მინდა გითხრათ, რომ ცოტნეს უამრავი მოწაფე ყავდა და ძირითადად ეს იყვნენ ქართველები. ის თითქოს ლუპით და ესეთ გამადიდებელი შუშით ეძებდა საქართველოში ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ მეცნიერებაში წასვლა, რომლებსაც სურდათ, რომ რაღაცა გაეკეთებინათ საინტერესო, ქონდათ ამის ნიჭი, ქონდათ ამის განათლება, ცოტნე სრულიად უშურველად მათ უწყობდა ხელს, მიყავდა ამერიკაში, ასწავლიდა მათ და შემდეგ უწყობდა ხელს, რომ მათ საქართველოში გაეგრძელებინათ თავიანთი მოღვაწეობა. ახლა თუ რას წარმოადგენს ეს უცნაური სიტყვა სინთეტური ბიოლოგია? აი, სად სინთეტიკა, სად ბიოლოგია? არა, სინთეზი მოგეხსენებათ, ეს არის შექმნა, რაღაცის გაკეთება. და სინთეტური ბიოლოგები სწორედ არიან ინჟინრები. ოღონდ მათ ხელში უკავიათ არა პლასტიკი, ან მეტალი, ან რაღაც სადენები და მიკროჩიპები, არამედ ცილა, დნმ, ქრომოსომები, ცოცხალი უჯრედები და ამ ყველაფრისგან ქმნიან საოცრებებს. მაგალითად, ეკოლოგიაში და ენერგეტიკაში უკვე არის დანერგილი ბაქტერიები, ხელოვნურად შექმნილი ბაქტერიები, რომლებიც ანადგურებენ პლასტიკს და ნავთობს. მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა დღეს მსოფლიოსთვის და ეკოსისტემებისთვის. დედამიწა დღეს გადავსებულია ადამიანებით. 8 მილიარდზე მეტი ვართ. ამ 8 მილიარდიდან 9-ზე მეტი სრულყოფილად არ იკვებება. ვერ იკვებება უბრალოდ. მათ შორის საქართველოშიც. მე რას ვეძახი სრულყოფილ კვებას, როცა ჩვენ ვიღებთ ცილებსაც, ცხიმებსაც, ნახშირწყლებსაც საჭირო რაოდენობით ვიღებთ თევზეულს, ბოსტნეულს, ხილს, ბევრ ადამიანს მსოფლიოში ამის შესაძლებლობა არ აქვს. ან ძალიან ძვირია, ან უბრალოდ ის არ უგყოფნის. და ეს სწორედ სინთეტური ბიოლოგია გვეხმარება ჩვენ შევქმნათ ახალი ცოცხალი ორგანიზმები, ან გადავაკეთოთ უკვე არსებულები, რომლებიც გაუძლებენ დაავადებებს, გაუძლებენ გვალვას, იქნებიან უხმოსავლიანი და რაც თავარია იქნებიან უსაფრთხო. ჩვენ ძალიან ბევრი ესეთ შეთქმულების თეორია გაგვიგია, რომ თითქოს GMO, ანუ გენ მოდიფიცირებული ორგანიზმები ვნებენ ადამიანს. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ გენ მოდიფიცირებულ ორგანიზმებს მივირთმევთ ყოველდღიურად და ეს გრძელდება უკვე 100 წლეულებია. მაგალითად იგივე ძალიან მარტივად რო ავიღოთ ვაზის ჯიშები საქართველოში. თქვენ რა გონიათ? ცოლიკაური რით განსხვავდება რქაწითელისგან? ან თქვათ საფერავი რით განსხვავდება თავგვერისგან? იქ გენებში არის ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მათ ფერს, გემოს, მწიფობას, შაქრიანობას, მჟავიანობას და ასე შემდეგ. ჩვენ ფაქტიურად ადამიანი რაც არსებობს და რაც მან ჯიშების გამოყვანა დაიწყო, აი ჯიშები ყველა ფაქტიურად არის გენმოდიფიცირებული. ძაღლები მაგალითად კატების ჯიშები, ცხრის, თხის ჯიშები. იქ გენებში არის ცვლილება, იმიტომ არის განსხვავებული ფერის, თქვა, გერმანული ღორი და თქვა ქართული, აი კახური ღორი, ეს გრძელი ჯაგარი რომელსაც აქვს. ამიტომ არის განსხვავებული თქვა თუშური ცხვარი და ცხვარი, რომელიც თქვა სადღაც მონღოლეთის სტეპებში დარბის. გენეტიკურ დონეზეც არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ვნებს ისა, რა თქმა უნდა, არ ვნებს. ანალოგიურად არ ვნებს და ჩვენ ძალიან ბევრ პროდუქტს ისედაც და ასედაც რომელსაც აწერია, რომ თითქოს არ არის გენმოდიფიცირებული, არ დაუჯეროთ ძალიან ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვიღებთ, არის გენმოდიფიცირებული და არანაირ საშიშროებას ისინი არ წარმოადგენს. მე დიდი სიამოვნებით დაუთმობ ეთერს ისეთ ადამიანს, რომელიც უფრო გაგვარკვევს ამ საკითხებში და აგვიხსნის თუ რას ნიშნავს და რა პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს. მედიცინაში უკვე არის დანერგილი ბაქტერიები, რომლებიც მიღებაც შეგვიძლია ჩვენ და ეს ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში დაიწყებენ იმ საჭირო ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს და აქედან მოდის რიგი დაავადებებისა.
ეს არის ახალი წამლები, ახალი ვაქცინები, სრულიად ახალი ტიპის. ჩვენ უკვე აღარ შეგვეშინდება პანდემიების, იმიტომ რომ ვაქცინები ძალიან სწრაფად გაკეთდება. და რაც თავარია ხელოვნური ორგანოები. ხელოვნური ორგანოები უზარმაზარი პრობლემა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას. უამრავი ათასობით, 10,000-ობით ადამიანი ელოდება ღვიძლის, გულის, თირკმელის, პანკრეასის გადანერგვა, სხვა ორგანოების. ცოტა ხანში ეს პრობლემა მოიხსენებათ, რომ ყველა ორგანოს ადამიანს ერთს ამოაჭრა და მეორეს გადაუნერგვა, ასე არ არის. იქ გენეტიკური თავსებადობა უნდა იყოს დონორსა და რეციპიენტს, ანუ გამცემსა და მიმღებს შორის. ეს თუ არ არის, მაშინ ორგანიზმი და ჩვენი დამცავი ბარიერი ამ ორგანოს იცილებს თავიდან. და ასეთი რამ რო არ მოხდეს, ამიტომ ორგანოებს უნერგავენ ხოლმე გენეტიკურად ახლობელი ადამიანები ერთმანეთს, მაგალითად დედა-შვილს, ან ძმა-დას და ასე შემდეგ. მაგრამ აქაც, რა თქმა უნდა, გენებში განსხვავებაა და აი ესეთ ადამიანებს, რომელსაც რაღაც გადაუნერგეს ორგანო, მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ ისეთი პრეპარატების მიღება, რომელიც აქვეითებს მათ იმუნურ სისტემას, რომ ამ იმუნურმა სისტემამ არ განდევნოს ეს გადანერგილი ორგანო. და წარმოიდგინეთ, უკვე ამ სინთეტური ბიოლოგიური მეთოდებით ჩვენ შეგვეძლება ზუსტად იდენტური ჩვენი გენეტიკის მქონე ორგანოს გამოზრდა, გაკეთება, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მიიღებს ისევე, როგორც იღებს თავის ორგანოს. და არანაირი, ვთქვათ, იმუნური შეტევა ამ ორგანოზე არ იქნება. ასევე სიმსივნეების მკურნალობა. მოგეხსენებათ, სიმსივნე ეს არის ძალიან მარტივი რამ პრინციპში. ეს არის უჯრედი, რომელიც უკვდავია და რომელსაც არ უნდა გაჩერება გამრავლებაში. იგი მრავლდება უსისტემოდ. შემდეგ, როდესაც რაღაცას გროვა შექმნის, იქიდან მოწყდება კიდევ უჯრედების გროვა მიდის სხვაგან, იქ იბუდებს, იქ იწყებს გამრავლებას. ჩვენს ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება ასეთი არანორმალური უჯრედები, მაგრამ ჩვენი იმუნური სისტემა სადარაჯოზე დგას და იგი ჩანასახშივე კლავს მათ. საკმარისია ცოტა პატარა ესეთი ჩავარდნა ქონდეს იმუნურ სისტემას, რომ შეიძლება განვითარდეს სიმსივნური დაავადება. სიმსივნური დაავადებები დღეს განაჩენი არ არის, მოგეხსენებათ, ძალიან ხშირ შემთხვევაში რემისიები დგება, ძალიან ხშირ შემთხვევაში სრული განკურნება ხდება ადამიანის, მაგრამ მაინც პრობლემაა და სწორედ სინთეტური ბიოლოგიის საშუალებით ჩვენ შეგვეძლება ასეთი უჯრედების მოთოკვა. ან სპეციალური უჯრედების გამოგონება, რომლებიც გაანადგურებენ ამ უჯრედებს. და ეს იქნება ყველაფერი ინდივიდუალური, ანუ ინდივიდუალური წამლები შეიძლება ერთ ადამიანზე მორგებული, სწორედ მასზე მორგებული წამლები შეიძლება გაკეთდეს ასეთი ტექნოლოგიით. აი ასეთ პრობლემებზე მომუშავე ინსტიტუტის შექმნა და დაგვიტოვა ჩვენ ცოტნემ. სხვადასხვა ამერიკელებმა და სკრიფსის ინსტიტუტმა ცოტნეს სახელობის გრანტი დააარსეს. ეს ძალიან დიდი პატივი არის ზოგადად მეცნიერისთვის. ასეთი საოცარი ადამიანი იყო, ასეთი ვიზიონერი იყო იგი და ასეთ დაუშურებლად აკეთებდა იგი ყველაფერს, რომ საქართველოს გამოდგომოდა რამეში. ასეთი ადამიანი დავკარგეთ. ჩვენ კიდევ ბევრს გავიგებთ. ბევრი რამ ამოტივტივდება, რასაც ცოტნე აკეთებდა და მასზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, ამიტომ დაველოდოთ. მე კი დღეს გთავაზობთ სრულიად სხვა თემაზე ვიდეოს, რომელიც მე დაახლოებით 10 დღის წინ ჩავწერე, მაგრამ არც ხალისი მქონდა და რაღაც ხელი არ მიმდიოდა, რომ იგი დავემონტაჟებინა და აი სადაც 8-9 დღის თავზე გადავწყვიტე, რომ მაინც შემომეთავაზებინა თქვენთვის. ძალიან საინტერესო ვიდეოა, მით უმეტეს რომ 2 დღის განმავლობაში ვიწერდი მას, იმიტომ რომ პირველ დღეს რომ გავედი საშინელ თავსხმაში მოვყევი უეცრად და ჭექაქუხილში, ძლივს მოვაღწიე სახლამდე და შემდეგ უკვე მეორედ მომიწია ჩაწერა ამ ვიდეოს. მე იმ წვიმის მომენტებსაც ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ, ალბათ საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც აზიარებენ ჩემს ვიდეოებს, წერენ კომენტარებს, მოწონების ნიშნებს სვამენ და რაც თავარია მატერიალურად ეხმარებიან არხს განვითარებაში. მაშასე ვნახოთ ვიდეო. გამარჯობა.
დღეს ისევ ჰამბურგის ტყეში ვართ, თქვენთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობში, რომელიც ჩემს სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 15 წუთი მჭირდება მე ჩემი ველოსიპედით აქ გამოსვლისთვის და ხვდები ესეთ გარემოში. ვითომ ველურ გარემოში. სინამდვილეში ეს არ არის ველური გარემო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იმ გადატანილი ომების შემდეგ, რაც გერმანიამ გადაიტანა და კერძოდ ჰამბურგმა და მისმა შემოგარენმა, აქ რა თქმა უნდა ძალიან ცოტა დარჩებოდა ისეთი ხე, რომლის ასაკი ვთქვათ მეტი არის ვიდრე 150 წელი. თუმცა არის 300-400-500 წლის ხეები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი გამონაკლისებია. ძირითადად ეს არის თავიდან ხელოვნურად გაშენებული ტყეები და აქ გათვალისწინებული იყო ამ ტყეების გაშენებისას ის სახეობები, რომლებიც ჩრდილოეთ გერმანიისთვის და კერძოდ ჰამბურგის მიდამოებისთვის იყო დამახასიათებელი. ეს როგორც არის მაგალითად წიფელი, რცხილა, მუხა, ოღონდ აქ თავისებური მუხა და გამონაკლისის სახით, ჩვენგან გამონაკლისის სახით ეს არის არყის ხეები. აი ეს მაგალითად რცხილა, რომელიც ისეთივეა და იგივე სახეობა, რაც საქართველოშია. როცა ტყეებმა თავისი სახე, პირვანდელი სახე დაიბრუნეს, უკვე აქ გაჩნდნენ ისეთი ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ამ ადგილებისთვის. რაღაც ნაწილი ალბათ სხვაც გაჩნდა, მაგრამ ახალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადად ეს იყო, თქვათ, სოკოები, რომლებმაც შემდეგ შექმნეს აი სუბსტრატი, რომელზეც ეს ხეები ამოდის. რა თქმა უნდა, მღიერები, რა თქმა უნდა, ხავსები, გვიმრები და ფაუნა. ფაუნა, რომელიც მწირია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ინსექტოფაუნა, ანუ მწერების ფაუნა ძალიან მწირია, ფაქტიურად თქვენ აქ ეხა 1-2 კოღოს გარდა ვერაფერს ნახავთ, შეიძლება ერთ ორმა ხოჭომ გაირბინოს სადმე. შეუდარებელია, რა თქმა უნდა, საქართველოს ტყეები, სადაც ჩვენ გვაქვს ხელუხლებელი მონაკვეთები. ასეთი მონაკვეთები მეკლენბურგ-ფორპომენშიც აქვთ გერმანელებს, მაგრამ იქაც რა თქმა უნდა კლიმატური პირობების გამო ძალიან მწირია. ძალიან მწირია თვითონ სახეობრივი შემადგენლობა, როგორც ფლორის, ასევე ფაუნის, ასევე სოკოების და ასევე მღიერების და გვიმრების, რომლებიც მაგალითად იგივე მარტვილის კანიონში 400-მდე სახეობის გვიმრა გვხვდება. აქ მაქსიმუმ 2 სახეობაა. მე საუბარი არ მაქვს ლაგოდეხზე, ბორჯომის ხეობაზე, სადაც საოცრებები ხდება იგივე ბანის ხევში, მაგრამ ნუ რაც აქვთ, მაგრამ რაც აქვთ, იმას ძალიან უვლიან, ძალიან თავზე დაფოფინებენ და აბა დედი შენი შვილი ხარ და თქვათ აქ რაღაცა დააგდებ. თუნდაც პატარა ნაკუცი ქაღალდის, ამიტომაც აქაურობა არის აი იდეალურად სუფთა. და ესეთ კარგად აწყობილ სისტემაში უცებ შემოდის ახალი ვინმე. ახლა გზაში რომ მოვდიოდი, ძალიან გებრიელ სიმღერას უსმენდი, ჩემი თაობის ხალხს ემახსოვრება, ესეთი ჯგუფი არის The Eagles, არწივები და მათ ჰქონდათ იმ ძალიან ცნობილ Hotel California-სთან ერთად, ასევე ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერა New Kid in Town, რომ ახალი ბიჭი, ახალი ტიპი უფრო, ახალი ტიპი ქალაქში. და სიმღერა პრინციპში ეძღვნება ტიპს, რომელიც ჩამოდის პატარა ქალაქში, ამერიკის პროვინციულ ქალაქში, სადაც ყველაფერი აწყობილია, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ბიჭები მოზარდებზეა ძირითადად. და ამ ბიჭებს გადანაწილებული ყავთ, თქვათ, იგივე გოგონები, კაფეები, უბნები და ასე შემდეგ და უცებ ვიღაც ახალი ტიპი იჩიტება, რომელიც არის წარმოსადეგი, ძალიან სიმპათიური და ბიჭებს ერღვევათ. ანუ ის სამყარო, რომელიც მათ ჰქონდათ და გძნობენ, რომ მათი გოგონები უყურებენ აი ამ ბიჭს და რაღაც დისკომფორტი იქნება მოკლედ. დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა გერმანიაში. გერმანიიდან დავიწყოთ, ჰამბურგიდან დავიწყოთ. აი ამ დღეებში უცებ გამოჩნდა ახალი ბიჭი, ახალი ტიპი, რომელმაც პრინციპში აურია სიტუაცია. ტყეში იმდენად ვერა. ტყეში იმდენად ვერა, უფრო საკარმიდამო ნაკვეთებში და მოგეხსენებათ გერმანიაში ვინდა ჩრდილოეთი იყოს, ვინდა სამხრეთი იყოს, სოფლის მეურნეობა ძალიან კარგად არის განვითარებული, ასევე არის კერძო ნაკვეთები, სადაც ადამიანებს მოყავთ ხილი, ბოსტნეული, კენკროვანი, რაც თავარია, ძალიან პოპულარული აქ. და უცებ გამოჩნდა ტიპი, რომელსაც ეს ბალანსი დაარღვია. თუ
ეს ახალი მოსული ბიჭი თავის სამშობლოში რაღაცნაირად შეზღუდულად ცხოვრობდა, იმიტომ რომ იქ მტრები ყავდა, აქ მას მტრები არ აღმოაჩნდა. არ აღმოაჩნდა და დაიწყო გამრავლება და ისე ვიმეორებ, ჯერჯერობით პარტახის დონემდე არ მიუყვანია, მაგრამ ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნა გერმანიას. ეს გახლავთ აი აგერ კუნძთან მიყუჟულა. მას ხელს უკიდებ ხელთათ მაინც იმიტომ რომ მანდ მაინც სასიამოვნო ხელის მოსაკიდებელი არ გახლავთ. ეს არის აი სულ თკვილად არ ჩავიცვი მეორე ხელთათ მაინც. აი ხა შეიკუმშა იგი მართალია, მაგრამ თქვენ ხედავთ აი ას არ მოადგენს ის. ხა რო გაიშალოს დაახლოებით ეს 7-8 სანტიმეტრამდე იქნება. ეს არის ლოკორა. ლოკორა ჩვეულებრივი მოლუსკი, ჩვენთანაც საკმაოდ დიდ ზომას აღწევს და თითქოს რა უნდა იყოს ახლა ამ რბილტანიან და ლორწოიან ცხოველში ისეთი, რომელმაც შეიძლება რაღაც გამოიწვიოს ისეთ აწყობილ ქვეყანაში, როგორც გერმანია. საქმე იმაშია, რომ ლოკორა არ გახლავთ უბრალო ლოკოკინა. აი ხედავთ, უკვე გაიშლება თითქმის. ლოკორა არის საკმაოდ აგრესიული ტიპი. ახლა მე ხელთათ მაინც არა მხოლოდ იმიტომ ავიყვანე იგი ხელში, რომ თვითონ ლორწოთი არ მინდა დავისვარო, არამედ იმიტომაც, რომ იგი საკმაოდ მწარედ იყინება. იმიტომ რომ იგი გარდა მცენარეული საკვებისა იკვებება ასევე ცილოვანი საკვებითაც და განსაკუთრებით მას უყვარს ფრჩხილები. მაშინ არის გარკვეული ნივთიერება, რომელიც მას სჭირდება. ამიტომაც ლოკორები რა შვებიან? ისინი ხშირად ხვდებიან ხოლმე ჩიტების ბუდეში და თუ იქ დახვდათ ბარტყები, რომლებსაც თავდაცვის უნარი არ აქვთ, ისინი ამ თავისი ლორწოთი ფარავენ მათ, ბარტყები კარგავენ თერმორეგულაციას და იღუპებიან. ფრინველები, დედა, მამა, აი ბარტყების არ ეკარება ამათ. შემდეგ ის იწყებს მათი ნისკარტების და კლანჭების ჭამას. ანუ იმ ნივთიერების, ამ კერატინის, რომლისგანაც ჩვენი ფრჩხილი შედგება. რით ჭამს ის? თითქოს აი შეხედეთ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული მას არ აქვს. რით ჭამს და მას აქვს 30,000 კბილი. და ეს კბილები იცით რიდან არის შემდგარი? ეგრეთ წოდებული გიოტიტიდან. გიოტიტი არის ბიოლოგიურ სამყაროში ყველაზე მყარი ნივთიერება. გრანიტის გახეხვა შეუძლია, არათუ თუათ ჩვენი ფრჩხილების და ფრინველების კლანჭების. რაც თავარია, ამ ცხოველს დავისხის რეპელენტი, მაგრამ რაღაცა კოღოები მაინც აგრესიულად არიან. თავის სამშობლოში და სამშობლო მისი არის ჩრდილოეთ ესპანეთი, სამხრეთ საფრანგეთი, ჩრდილოეთ იტალია, აი ამ ადგილებში მას ყავს მტერი, რომელიც ჩამოუყალიბდა უკვე ათასწლეულების განმავლობაში და ეს არის ყვავი. ყვავი მას დიდი სიამოვნებით მიირთმევს ანდალუზიაშიც, მილანის მიდამოებშიც და სადღაც საფრანგეთის ჩრდილოეთშიც. და თქვენი თქვით, რომ ეხლა ყვავი ის მეტი რა არის გერმანიაში, მართალიც იქნებით განსაკუთრებით ჰამბურგში ძალიან ბევრი ყვავი და ყორანია, შავი ყვავებია ძირითადად, მაგრამ გერმანელმა ყვავებმა უარი განაცხადეს აემის ჭამაზე. ნამეტანი ლორწოიანია, რაღაც არ მოგწონს, ჩვენ მაგის არ შესახედაობა არც გემოო და ამასაც მეტი რა უნდა და გაიჯეჯილა. ისე ვიმეორებ, მას მტერი არ ყავს. ერთადერთი ბრძოლის მეთოდი აი ამ ცხოველთან არის მისი ხელით შეგროვება და შემდეგ განადგურება. ძალიან ცუდად მოქმედებს მათზე მარილი. ეხლა მარილი რომ მქონოდა მე და ამისთვის დამეყარა, ნახავდით, გაუშვებდა უამრავ ლორწოს, ამით ის თავს იცავს. იგივე სხვაიშორის ნებისმიერ ლოკოკინას მოსდის. მაგრამ ეხლა მარილი რო დაყაროთ თქვენ ბოსტანში კარგი მოსავალსაც აიღებთ, ხო? ამიტომ ისე ვიჟობს ხელით შეგროვება ესეთი ცხოველების. ესენი ჯერჯერობით ჩვენთან არ არიან, თუმცა ჩვენთან არის არანაკლები ზომის ლოკორები, რომლებიც ასევე, რა თქმა უნდა, არ არიან სასარგებლო მოლუსკები. რაც შეეხება ლოკორას, იგი ჩვენზე გაცილებით ბებერია. იგი უკვე დედამიწაზე ცხოვრობს 520 მილიონი წელია. მან გაუძლო
პერმოტრიასის ყველაზე დიდ გადაშენებასაც კი 250 მილიონი წლის წინ მოხდა ეს ამბავი, მეოდეს მე გავაკეთებ ამ გადაშენებებზე აუცილებლად გადაცემებს. აი სწორედ ამას გაუძლო მან და მისმა ნათესავებმა, შორეულმა ნათესავებმა და მოაღწია ჩვენამდე. მას ხან ჰქონდა ნიჟარა, ხან არ ჰქონდა, ხან კარგავდა, ხან იძენდა, ამას ნიჟარა არ აქვს, მაგრამ იგი ისეთივე ლოკოკინაა, ისეთივე მოლუსკია, როგორც ჩვენთან გავრცელებული, თუნდაც იგივე ვაზის ლოკოკინა, რომელიც ხშირად დისკომფორტს გვანიჭებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. და ერთხელ მოგიყვებით საკვებით ვისებების შესახებაც. აი ასეთი ტიპის ცხოველებს და არა მხოლოდ ცხოველებს, მცენარეებსაც ეწოდებათ ინვაზიური სახეობები. ანუ ინვაზია მოგეხსენებათ ეს არის შეჭრა. სხვა კულტივირებული მაგალითად მცენარეებისგან განსხვავებით, ახლა სიმინდი მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ინვაზიურია, ხო? ეს არ არის საქართველოს ბუნებისთვის ჩვეულებრივი მცენარე, ეს არის სამხრეთ ზოგადად ცენტრალური ამერიკიდან მოტანილი 300-400 წლის წინ, ახლა საქართველოში მე მგონი სულ რაღაც 100 წელია რაც გამოჩნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ინვაზიურად შეგვიძლია. არა, ეს არის ინტროდუცირებული. იგივე თქვათ ევკალიპტები, რომლებიც თავის დროზე შემოიტანეს კოლხეთის ჭაობების დასაშრობა და ძალიან კარგად იმუშავა. იგივე გამბუზია მაგალითად ავსტრალიიდან. ევკალიპტიც ავსტრალიიდან არის, გამბუზიაც ავსტრალიიდან არის. ავსტრალიიდან გამბუზიები შემოიყვანეს კოღოების ლარვების გასანადგურებლად და ის მშვენივრად მოერგო ეკოსისტემას, ჩვენს ეკოსისტემას გაანადგურა მართლაც ძალიან ყოველ შემთხვევაში არეგულირებს, მშვენივრად არეგულირებს კოღოების რაოდენობას და ხელს არ უშლის, რაც თავარია იმ ცხოველებს, დაღმართია და ველოსიპედით ეშვება ვიღაც, იმ ცხოველებს, რომლებიც იქვე ბინადრობენ. იგი პირიქით საკვებს წარმოადგენს სხვადასხვა თევზებისთვის. ხოლო ინვაზიური სახეობები, როცა შემოიჭრებიან ხოლმე და არ ყავთ მტერი და ეკოსისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ ისინი მოინელოს და ან მათი რიცხოვნობა დაარეგულიროს, ამიტომ ისინი მრავლდებიან უსისტემოდ და თუ პლუს ამ ცხოველს შეუძლია ზიანი მიაყენოს, ამის შემდეგ მათი უარყოფითი როლი კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო მძიმდება. ასეთი ინვაზიური სახეობები სამწუხაროდ საქართველოშიც ყავს. საქართველოში ყავს საკმაოდ ბევრი, რომლებმაც გამოიწვიეს თუ ეკოლოგიური კატასტროფა არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული არასასიამოვნო მომენტები. რა შეიძლება ამათ ჩაითვალოს. მაგალითად, სულ რაღაც 10 წლის წინ ჩვენში შემოსული ფაროსანა. ალდეჰიდების შემცველი სითხე აქვს, რომელსაც ისინი გამოისვრიან ხოლმე შეშინებისას და ამის გამო ძალიან ბევრი ფრინველი და ცხოველი მათ არ ჭამს. ჩვენ ყავს ჩვენი უამრავი სახეობის ბაღლინჯო ფაროსანას ახლო ნათესავები, მაგრამ ისინი არიან მომჯდარი უკვე ჩვენს ეკოსისტემაში. აი ბაღლინჯოებია მაგალითად, აი წითელი ხოჭოები რო დარბიან ხოლმე გაზაფხულის პირზე, განსაკუთრებით პირველები ეგენი გამოდიან, ესე გადაბმულები დარბიან ხოლმე, ესენიც ბაღლინჯოებია. ბაღლინჯო ჯარისკაცებს ეძახიან მათ ფერები და ჯარისკაცთან საცვლის მსგავსი აქვს. ასევე თქვა წყალზე თქვენ გინახავთ, წყალზე დარბიან მწერები, ესენიც ბაღლინჯოები არიან, ისინი იკვებებიან ამ წყალში ჩავარდნილი მწერებით და თვითონ წყლის აფსკზე ჩვენი რა გზნობენ თავს არ იზირებიან. მოკლედ მე დამჭამეს კოღოებმა, მაგრამ არა უშავს, უნდა გაუძლო თქვენი ხათრით. 10 წლის წინ გამოჩნდა, 11 წლის წინ გამოჩნდა ეს ოლიმპიადას, როცა აკეთებდნენ რუსები სოჩში, აი მაშინ შეიტანეს იქ რაღაც სამშენებლო მასალებთან ერთად და როგორც ყველაფერი უბედურება რუსეთიდან მოდის საქართველოში, იგი მან გადმოლახა საზღვარი, ჯერ აფხაზეთ დაუწყო ჭამა და შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოს და მოგეხსენებათ რა პარტახი მოგვიწყო მან, როგორ გაგვინადგურა მეურნეობები, როგორ გაანადგურა აკარმი დამონაკვეთები, ხალხი, რომელიც სარჩოსაბადებელს თხილით შოულობდა, ეს ცხოველი და წერები ცხოველების კლასს მიეკუთვნებიან, ანადგურებდა პირწმინდად არა მხოლოდ თხილს, არამედ ხილს ნებისმიერ კენკრას, ნებისმიერ ბოსტნეულს. ბაღლინჯოებს აქვთ ყველას აბსოლუტურად გამონაკლისის გარდა მჩხვლეტავ მწოველი პირის აპარატი, ასე ჰქვია. ამ მჩხვლეტავი პირის საშუალებით ისინი აკეთებენ ნახრეთს რბილ ნაყოფში, აი მაგალითად როგორ შეიძლება აი ამ პატარა მწერმა თქვათ გახვიტოს
და დააზიანოს თხილი, რომელსაც ჩვენ ჩაგუჩით ეხავთ, ხო? არაფერი. თხილი, როდესაც ჩამოყალიბების პროცესში იგი ძალიან რბილია, შეგვიძლია ხელით გავსრისოთ. აი ზუსტად ამ მომენტში იწყებს გახრეტას ბაღლინჯო ამ თხილის ნაყოფის, შემდეგ ამოწევს შიგნიდან წვენს და შიგნით ჩაუშვებს ფერმენტებს, რომლებიც აი ამ თხილის ნაყოფს გააწყალებენ თითქოს. და ესეთ გაწყალებული ნაყოფიდან რაღაც გამოდის შემდეგ ეს ძალიან კარგად იციან მეგრელმა, გურულმა და აჭარელმა მეთხილეებმა. ასევე აკეთებს იგი სრულიად უკარგავს ხარისხს, ვაშლს, მსხალს, ბოსტნეულს, რა ვიცი, სიმინდს ანადგურებს და ასე შემდეგ. რატომ მოხდა ეს უბედურება? იმიტომ რომ იმ ბაღლინჯოებს, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ, ყავთ ბუნებრივი მტრები, ხოლო ის ბაღლინჯო, რომელიც შემოვიდა რუსეთიდან, მას არ ყავს მტერი და ამიტომ იგი გამრავლდა. საიდან მოხდა იგი რუსეთში? როგორც ჩანს, ჩინეთიდან. ჩინეთიდან, იმიტომ რომ ამ მწერის სამშობლო არის ინდოჩინეთი, ზოგადად ეს არის ინდოეთის ნაწილი, თვითონ ჩინეთი, იაპონია და ტაივანიც თუ არ ვცდები. აქ მათ ყავთ თავიანთი ბუნებრივი მტერი და ამის იმედზე ვართ დღეს ჩვენ, იმიტომ აღმოჩნდა რომ არის რამდენიმე სახეობის კრაზანა და ერთ-ერთს ჰქვია სამურაი. სამურაი კრაზანა არის ნამდვილი სამურაი და შიშის ზარს ცემს ფაროსანას. რა შვება იგი? როგორც წესი ფაროსანა კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს. რო არ შეცვიდეთ მის შვილებს და მომავალ შვილებს და მზემ არ დააცხურნოს ზედმეტად და ესეთი გროვებად დებს, ამაზე მოცისფრო ფერის კვერცხებია და კვერცხის დადებიდან რამდენიმე დღეში აქედან იჩეკებიან ლარვები და განსხვავებით სხვა მწერებისგან ისინი მიეკუთვნებიან არასრული მეტამორფოზის მწერებს, ანუ რა ხდება, თქვათ ხოჭო ან პეპელა კვერცხიდან გამოდის მატლი, მატლიდან შემდეგ ჭუპრი, ჭუპრიში ეს მატლის სხეული იშლება და ეწყობა ახალი ორგანიზმი, მაგალითად პეპელა ან ხოჭო. თქვენ რომ მატლი და მისგან გამოსული პეპელა შეადოროთ, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ორგანიზმია, ხოლო ბაღლინჯოები და მათ შორის ფაროსანა იბადება დაახლოებით ისეთივე, როგორიც ზრდასრულია. უბრალოდ ნელ-ნელა იზრდება და ნელ-ნელა ემსგავსება ზრდასრულ ბაღლინჯოს. აი სანამ ფაროსანა კვერცხიდან გამოვა, მანამდე აი ამ კვერცხის გროვას პოულობს სამურაი, ხრიტავს კვერცხს და შიგნით დებს თავის კვერცხს, ანუ კვერცხში კვერცხს დებს. კვერცხიდან უსრაფესად იჩეკება სამურაის შვილი, პატარა მატლი, რომელიც გამოჭავს მთლიანად კვერცხს და კვერცხიდან იმის მაგივრად რომ ფაროსანა გამოვიდეს, გამოდის სამურაი, რომელიც იწყებს ძებნას ახალი კვერცხების. აი ეს მეთოდი ალბათ ყველაზე ნორმალური იქნება, ყველაზე კარგი იქნება ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი. აი თქვენ ხედავთ ახლა ის გაშრა, ის ლორწო, რომელიც აი ამ ცხოველმა დატოვა და აი ხედავთ როგორი აი ესეთი ფირფიტებად იმაშება, აბინძურებს კიდეც ყველაფერს, რასაც ეკარება, ყველაფერს თავი დავანებოთ. ასევე ინვაზიურია მაგალითად ენოტისებრი ძაღლი, რომელიც შემოიყვანეს ბეწვის გამო. მაგრამ მას ბეწვი გაუფუჭდა საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში თბილა. ის საიდანაც ის შემოიყვანდა, იქ ციოდა და მას სჭირდებოდა ეს ბეწვი, რომ თავი დაეცვა სიცივისგან და ეხლა სითბოში როდესაც მოხდა, აღია და გაიხადა ეს ბეწვი. და დღეს იგი არის საკმაოდ მავნებელი მონადირეები და თანხმებიან, ეს არის ცხოველი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია, არ არის აგრესიული სხვათა შორის აბსოლუტურად, როდესაც მას მიიმწყდებს სადღაცა, თავს იმტარუნებს, წვება, ანუ არც გესხმის თავს, მაგრამ სამაგიეროდ სოფის გადამტანია. და სამაგიეროდ ანადგურებს ფრინველების კვერცხებს და ბარტყებს, იმ ფრინველებს, რომლებიც მიწაზე ბუდობენ. ასევე მაგალითად ინვაზიური სახეობაა და კატასტროფა მოაწყო ნაძვის დიდმა ლაფანჭამიამ, რომელიც 60-იანი, 70-იანი წლების მიჯნაზე შემოვიდა საქართველოში ისევ რუსეთიდან, გაურანდავი, გაუქერქავი მორების საშუალებით. აი ლაფანი გახლავთ კანსა და მერქანს შორის განლაგებული ქსოვილი და ლაფნის საშუალებით ხდება წყლის და მინერალური ნივთიერებების ატანა კენწერომდე. ლაფანჭამია პატარა ხოჭოა, რომელიც სწორედ აი ქერქსა და მერქანს შორის ბინადრობდა. ეს ხე უკვე ეს კუდა არ ყოფილა ეს ხე.
არყის ხეა. შიგნით დებდა რა თქმა უნდა კვერცხებს და მატლები უკვე აკეთებდა ნაძვის სიკვდილს და საშინელი სანახაობა იყო ხოლმე, როდესაც მივდიოდით ბორჯომისკენ ან ბაკურიანისკენ წვეროები, ნაძვის წვეროები გამხმარს აი შეყვითლებულს თუ დაინახავდი, ჩათვალე რომ 2-3 წელიწადში ეს ნაძვი მკვდარი იყო. არა და ნაძვი არის სწორედ აბასთუმნის და ბორჯომის ხეობის თავარი სიმდიდრე და არა მხოლოდ ამ ადგილების, ხო? აქ ისევე როგორც ფაროსანას შემთხვევაში, ლაფანჭამიას არ დახვდა მტერი, ამიტომ იგი გამრავლდა და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა ჩვენი ტყეები. ამავე პერიოდში საბჭოთა კავშირში გადაწყვიტეს, რომ რადგან ციყვს აქვს ძალიან კარგი ბეწვი, გადაწყვიტეს, რომ ციყვის ინტროდუცირება მოვითომ ჩვენი ციყვი არ ყავდა. კავკასიური მშვენიერი თითქოს ჩვენი არ ყავდა, ძალიან საყვარელი მონაცრისფრო ციყვი შემოიყვანეს ციმბირული ციყვი, რომელსაც ძალიან ლამაზი ბეწვი აქვს და ამ ბეწვის გამო და გააკეთა ამ ციყვმა იგივე, გააკეთა ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეგუების ამბავია. ანუ ჩილოეთში თუ ქონდა მას ხშირი ბეწვი და ძალიან ლამაზი და ფაფუკი, საქართველოში გაიქუცა, მაგრამ სამაგიეროდ იგი აღმოჩნდა ძალიან აგრესიული და თითქმის გაანადგურა ჩვენი ციყვი. და პლუს მას ახასიათებს ერთი ძალიან ცუდი თვისება, იგი ანადგურებს ფრინველების კვერცხებს. ნებისმიერ ადგილას, ეხლა ენოტისებრი ძაღლი თუ მარტო მიწაზე დადებულ კვერცხებს ანადგურებს, ეს მოგეხსენებათ, ყველგან შეძურება, ყველგან გაეტევა და ნებისმიერ ბუდეს მიწვდება და ესე ძალიან დიდი დარტყმა იყო სხვათა შორის ბორჯომის ტყეებისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი და თუ ერთადერთი არა მტერი ლაფანჭამიას ყავდა კოდალა. და სწორედ კოდალას კვერცხებს მიადგა ეს ციმბირული ტელეუტურსაც უწოდებენ მას, წითელსაც უწოდებენ. აი ასეთი ცხოველები და მცენარეები სხვათა შორის. მცენარეები მაგალითად არის ასეთი ამბროზია. ეს გახლავთ ამერიკიდან შემოსული მცენარე, რომელმაც ძალიან დიდი ფართობები დაიპყრო და იქ სადაც ამბროზია სარეველაა. იქ სადაც ამბროზია იდებს ფესვებს, იქ უკვე აღარაფერი არ იზრდება და რაც მთავარია და რაც ყველაზე ცუდია, ამბროზია არის საშინლად ალერგიული. იგივე მაგალითად ამას წინად როგორ დაახლოებით 15 წლის წინ ბოტანიკური ბაღიდან გაქცეული კაქტუსი, ცენტრალურ ამერიკული კაქტუსი, ოპუნცია, რომელიც საკმაოდ გემრიელ ნაყოფს იძლევა, მაგრამ იგი სარეველასავით მოედო უკვე აი კურსთვის მიდამოებშიც კი თქვენ ნახავთ ამ მცენარეებს და მას ვერავინ ვერ ჭამს, იმხელა ეკლები აქ იმას ვინ გაეკარება, მრავლდება და ნელ-ნელა თან საკმაოდ საშიშია, ეხლა იქ ადამიანი ჩავარდეს, ან ძაღლი ჩაუვარდეს, ან რაღაც და აქედან გამომდინარე ამ ოპუნციასთან ბრძოლა არ ვიცი, ხა მიმდინარეობს, არ მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში ძალიან საშური საქმეა, იმიტომ რომ ერთხელაც იქნება ჩვენ აი ამ ბულბულების ჭალაში, ოპუნციების ჭალას ვნახავთ თბილისის თავზე, აი კურსტვის მიდამოებში. ასე რომ შევაჯამოთ დღევანდელი საუბარი, ინვაზიური სახეობები ფაქტიურად ყველა გამონაკლისის გარეშე არიან მავნეები. მავნე არიან ეკოსისტემისთვის, მავნე არიან სოფლის მეურნეობისთვის, მავნე არიან ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც, იმიტომ რომ მე ვიცი ფაროსანამ რა პრობლემები შეუქმნა მაგალითად იგივე სამეგრელოში, ვისთანაც ვარმე სახლებში ნამყოფი აი შემოდგომის პირზე გადავსებული როცა არის აი ეს ფანჯრების რაფები და სხვენი აი ამ საზღარი წერებით, რომელსაც ვაჟურიც ზემო იმერეთში ცუანა ხოჭოს ეძახიან და ძალიან სწორად აღნიშნავს იგი მის სახელს, იმიტომ რომ მართლაც ხელს დაადებ თუ არა თავდაცვის მიზნით იგი აი რაც გითხარით ძალიან მყრალი სონის სითხეს გამოისვრის, აი ამ ცხოველებთან ერთად თანაარსებობა როგორია. ხო, არის კიდევ ერთი მეთოდი სხვაშორის ფაროსანებთან ბრძოლის, რადგან მათ სითბო უყვართ, აკეთებენ მუყაოს ყუთებს, მასში დებენ აი კვერცხების ჩასადები რო არის, მუყაოს ფირფიტები, აი მას დებენ და თვილადგილას სახლთან ახლოს სადმე მოათავსებენ და პლუს არის ეს ფერომონები, ანუ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც გამოყოფენ სხვადასხვა ცხოველები და მათ შორის მწერები. ფერომონებით იზიდავენ ისინი ერთმანეთს. მაგალითად, დედრი გამოყოფს ფერომონს და მავრმა იცის, რომ სადღაცა მდედრია 2-3 კილომეტრის რადიუსიდან იგი გრძნობს თუ სად არის ეს ფერომონი და იქ მიდის. იმ დედრის ფერომონებს ასხამენ აი ესეთ ყუთებს და შიგნით ხდება დაბუდება მწერების. შემდეგ იღებ ამ ყუთს და
ჩადებ ცეცხლში და წავუკიდებ ცეცხლს. არ უნდა დაგვენანოს, წერი უნდა გავანადგუროთ ჩვენ ყველგან, სადაც კი წავასწრებთ. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს ლოქორას. მას ბევრი არუვლია. მან მისი სიჩქარე არის სულ 5 მეტრი საათში და აი ამ სიჩქარით მან იარა ჩრდილოეთ ესპანეთიდან, ჩრდილოეთ საფრანგეთიდან, გადმოლახა რეინი, გადმოლახა ოდერი, გადმოლახა ელბე და მოხდა აქ სხვათა შორის აქ ჯერჯერობით ისეთი კატასტროფა არ გამოუწევია, რატომაც მან გამოიწვია განსაკუთრებული პარტახი ბელორუსში და პოდმოსკოვიეს რო ეძახიან, აი მოსკოვის შემოგარენში. უბრალოდ კატასტროფა ქნა 1-2 წლის განმავლობაში მან სრულად მოსპო ნარგავები. ხედავთ იგი შვენივრად გრძნობს თავს გერმანიის დღეში, კარგათაც გამოიზამთრებს, მით უმეტეს ახლა უკვე ყინვები თითქმის აღარ არის ჩრდილოეთში, ჩრდილო გერმანიაში და ჩათვალეთ რომ რამდენიმე ხანში აი ეს ცხოველი ამ ადგილებისთვის ჩვეული გახდება. ხო, სხვა შორის ძალიან საინტერესოა რომ ეს ცხოველები არიან ჰერმაფროდიტები, ანუ მამალ დედალიც არის და მამალიც და როდესაც ისინი შეწყვილებას აკეთებენ, ერთი თამაშობს მდედრის როლს, მეორე მამლის. აი ესეთი საინტერესო რა ხმა ვერ გეტყვით. აი ასეთი საინტერესო და საჰაეროთ განგაში ხმას გავდა. ხო და რას ვამბობდი, ანუ შეწყვილებისას ეს შეიძლება იყოს მდედრი და მეორე მომენტში შეიძლება იყოს მამრი, ანუ ორივე დებს შემდეგ კვერცხებს. ხო, ნუ ახლა ამას მე გავუშვებ. დღეს სულ ეს იყო. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ახალი თემებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არხი არის სამეცნიერო, ამიტომ ძალიან გადართვა კრიმინალურ ისტორიებზე, გაქრობებზე და გაუჩინარებებზე, ასე შემდეგ არ გვაწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ნახვები უფრო მეტი აქვს ასეთი ტიპის ვიდეოს, მაგრამ მეცნიერება უპირველეს ყოვლისა. და სხვა შორის ის თემებიც, რომლებზეც მე ვსაუბრობ, აი მისტიკური ჟანრის და გაქრობების ჟანრის, მე იქაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ლოგიკურად შევხედო და გავშიფრო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. არის რა თქმა უნდა რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ 90% ლოგიკურად და კრიტიკული აზროვნების ჩართვით ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, მართალს გვეუბნება ვიღაც თუ გვატყუებს. მართალა მოხდა ესეთი ამბავი თუ მოგვატყუეს და ახლა მით უმეტეს ამ პოსტ სიმართლის პერიოდში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტით შევქმნათ ესეთი ფანტასტიკური ვიდეოები და ამას ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ჩემი მაყურებლებიც და ჩემი Facebook მეგობრებიც კი, რომლებიც მე საღად მოაზროვნე ადამიანებად მიმაჩნია, ისინიც ვეღარ ხვდებიან უკვე განსხვავებას სიმართლესა და სიცრუეს შორის და ეს კიდევ და კიდევ უფრო გამზაფრდება, კიდევ და კიდევ უფრო დაგვიმძიმდება ჩვენ სიტუაცია ამ ხრივ და ისედაც ამდენ უარყოფით და ამდენ არასწორ ინფორმაციაში გახვეული ადამიანები კიდევ უფრო დამძიმდებიან და ამიტომ ისე ვიმეორებ ძალიან გთხოვთ იაზროვნეთ, ჩართეთ კრიტიკული აზროვნება, რომ არ წამოეგოთ აი იაფასიან ტყუილებს, რომლებიც საბოლოო ჯამში თქვენ გაზიანებთ. მე კი დღეს ამით მინდა დავამთავრო ჩვენი გადაცემა, გამოიწერეთ არქივისაც არ გაქვთ გამოწერილი, დასვით მოწონების ნიშანი, დაწერეთ კომენტარები, ჩვენ კი ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის და კარგ კვირას გისურვებთ. მე ახლა შეიძლება გამიწვიმდეს და შეიძლება კი არა გამიწვიმდება ნამდვილად, იმიტომ რომ აი ხედავთ თქვენ როგორ ჩამობნელდა და შობს მე ახლა აქ ეს ამბავი დავამთავრო და გავაგრძელოთ სტუდიაში. კარგა, მაგრამ დაუშვა და აი გასმით. მე ძალიან მიყვარს სუნის ხმა. აქ სასიამოვნოა. აქედან გასულა, იმიტომ რომ აქ მაინც ფოტოები ჯერჯერობით მიცავს. მაგრამ გამოსავალი არ არის. უნდა წავიდე.
сейчас წავედით მე კი არა ჩქარჩქარა. აი აღძულოთ სტუდიიდან. მართალია კარგა მაგრა წვიმს, მაგრამ აი ეს ვარ მეჩვენებია თქვენთვის. არ გამოვიდო და აი ეს არის ხედავთ ჭიანჭველების ბუდე. აი მხელა. მე ქალაქია რას მუშაობენ ახლა. საოცრება, აი როგორ შეიძლება ადამიანს ესეთი რაღაცები არ აინტერესებს. მუშაობს ყველას რაღაც საქმე. მასობაში ხედავთ რა ხდება. აქ შედარებით საერთოდ აი ეს ნაძვი მიცავს თორე თავს ხმა დაიწყობს. შევაყავ თავი და მე დავიძრა ეგეთი ანგოლებთან ერთად. აი საყვარლები დამესიან აგრეთვე. ამათთან ერთად საკმაოდ წარეთი გვინებიან არა. ამათთან ერთად ყოფნა დამჯერად არ ღირს ცოტა შორის ჯობილწას. ასეთი გაწუხული ჩამოვედი უბანში და დამხვდა აი ესეთი ამბავი. ეს არის ჩვენი უბნის 750 წლის თავი და აი ჩვენი ციხესიმაგრის კარებში ელფებიც გამდგარან და თავს აფარებენ წვიმს. საყვარლები. აი იქ რაღაც ლაივ კონცერტიც არის. ჩემი რაულ ნატანჯი სველი და გალუნტული. აი ასე ვერთობით გერმანიაში. ინა წინა იყოს კიდე კარგი ამინდი აქ გულფის ხიარულება ყოველთვის არა მაგრამ ძირითადად ესე მოვმათა წვიმომისებ და იმალებიან.